მცირე შესავალი უნდა გავაკეთო ნორჩთან დაკავშირებით. მე ამ შენობაში უკვე ნაყოფი ვარ ერთხელ და ეს იყო სადღაც 2 წლის წინ დაახლოებით. ოღონდ აქ რომ მოვედი, ვიყავი აი უდიდესი სიძულვილით მოსული აქ. აი ისეთი წარმოდგენა მქონდა გიჩზე რომ ამ შენობაში რომ შემოვდიოდი, მეგონა აი ქვეყნის გაყიდველი ვიყავი, ადრენალინი მიტევდა და არ ვიცი როგორ ავწერო მართლა, იმიტომ რომ ანუ ჩემ კურსს გამოვყევი, ბატონი ოთო ბიტკემპის საჯარო ლექციას ატარებდა და მაგაზე გამოვყევი. ჩემი უნივერსიტეტის თემაზე. ხო და ის რომ ახლა მე დღეს აგვზივარ, ესე იგი რაღაცა მოხდა. რაღაც საინტერესო მოხდა. ნორჩზე რომ შეხვალთ, უკვე ზედმეტ სახელი მაქვს მე ნორჩი გირჩელი, ნორჩი კომუნისტი მეგობრები დამცინიანებაზე, ნორჩობაზე. საიტზე როცა შეხვალთ, დაინახავთ 3 სიტყვას. გამოიკვლიე, დაეჭვდი და გაიაზრე. ზუსტად დაეჭვდის მომენტი იყო ჩემთვის გარდამტეხი, რომ აი იმ სიძულვილიდან მოვედი აქამდე, რომ ჩემი ინიციატივით და ჩემი мотивაციით ამ საზოგადოებისთვის რაღაცა კარგი გამეკეთებინა, გავაკეთე ნორჩში. გავაკეთე იმიტომ, რომ ქონა მიზეზები, ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება რომ ვისაუბრო ამაზე, მაგრამ მინდოდა პირველ რიგში გავსულიყავით გირჩელები ისეთ ხალხზე, რომელიც ჩემი აზრით ასეთ ყურადღებას არ უთმობდით. ანუ ახალგაზრდები და ასე შემდეგ. ჩემი გაგირჩების გარდატეხი მომენტი იყო გირჩის საიტი. სადაც ვნახე რომ ეს ხალხი არა NGO-შნიკები, არამედ მართლა რაღაცით არიან დაინტერესებული, რაღაც საზოგადოება არის შეკრებილი, რომელსაც უნდა რომ რაღაცა კარგი გააკეთოს. და ძალიან ტრანსპარენტული პარტია იყო ჩემთვის ეს და არის ახლაც. პოზიციები რომ შეგიძლია ნახო, ან ვინ აფინანსებს, რამდენს აფინანსებს ასე შემდეგ. ეს ტრანსპარენტულობა ძალიან ჩამჩა მე პირადად. და ნორჩიც ამას ემსახურება, რომ როდესაც მოგეხსენებათ ძალიან ბევრი გაშევების, ასე ვთქვათ, კამპანია მიმდინარეობს გირჩის წინააღმდეგ. და ესეც ერთ-ერთი მეთოდია, რომ ვებრძოლოთ ამას. ანუ მე მაგალითად ჩემ მეგობრებმა რო იციან რაღაცა ტყუილები გირჩის შესახებ, რაც მე ძალიან ბევრი ვიცოდი თავის დროზე, მაგიტომაც მე იზრდებოდა გირჩი. მაგალითად დედაჩემს ჯერ კიდევ გონია, რომ გირჩი ებრძვის ქრისტიანობას და ეშინია რომ მე წვენას თავკარგო, მაგრამ დედას აქვე ვიტყვი, რომ არანაირად არ შეეხო გირჩი ჩემს წვენას. პირიქით. გირჩი არის ყველაზე ქრისტიანული პარტია, მე რაც გამიგია ცხოვრებაში თავისი ქცევებით. და ზუსტად ეს მინდა გავუზიარო ყოველთვის ყველას. მაგით გავაკეთე ნორჩში, რომ როცა ვიღაცას რაღაცა ტყუილი გაიგება მოხდება ყურში, აგერ ვაჩვენებ საიტს და გაიგებს გირჩის პოზიციას. იქნება გირჩის პოზიციის გაგება, იქნება ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეოების ნახვა, აი დაპირებები, მაგალითად მე ძალიან მიყვარს დაპირებების ვიდეოები, ძალიან კარგად არის გაკეთებული და მე თვითონ რომ ვეძებდი ეს ვიდეოები რომ დამემატებინა YouTube-იდან, გამიჭირდა. და სხვა ვინც არ იცის რომ ეს ვიდეოები უნდა ნახოს, ის რას იზამს, ხო? ხო და აი მინდოდა ეს კარგი მომენტები, ეს ვიდეოები, ზოგადად პოზიციები, ტრანსპარენტულობა შემენარჩუნებინა, რაც აქვს გირჩს. ჩემი აზრით ძალიან კარგი პროდუქტი აქვს გირჩს, უბრალოდ მიწოდების სერვისი არ იყო კარგი, როგორც აღნიშნე ჩემს ერთ-ერთ პოსტში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ძალიან მინდა რომ დაეხმაროს ეს ვიღაცას თუნდაც იმაში რომ დაეჭვდეს ერთხელ მაინც ნორჩში და გავაგრძელებ რა თქმა უნდა მუშაობას, რომ ხედავ დაფასებას. სულიად უსასყიდლოდ ეს არის ბოლომდე ჩემი мотивация და არც ერთ კაპიკს არ ავიღე ამაში.